ამჯერად უნდა ვისაუბროთ ბავშვთა, ჩვილთა ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ 23 აპრილი არის სწორედ ამ დღის, რატომ დაწესდა ეს დღე, რა მნიშვნელობის არის და ზოგადად რა არის ფსიქიკური ჯანმრთელობა. ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ დღეს, უნდა მოვიწვიო ლანა აბაშიძე, კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამას ქცევითი თერაპიის სუპერვიზორი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა, რომ დღეს ჩვენი სტუმარი ხართ. პირველ რიგში მაინტერესებს, როდის დაწესდა 23 აპრილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე და რა დანიშნულების არის ეს დღე? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება 23 აპრილს, მსოფლიომ უკვე მეოთხედ აღნიშნა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე. ამ დღის დაწესების მიზანია, რომ გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირება ჩვილების, ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. და ასევე ეს ემსახურება მიზნად, რომ გაუმჯობესდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის, პრევენციისა და სამკურნალო სერვისები. როგორც ცნობილია, 18 წლამდე მოსახლეობაში ადგენს მსოფლიო მოსახლეობის 1/3-ს. და ასევე ცნობილია, რომ ზრდასრულების ფსიქიკური პრობლემების 4-დან 3 შემთხვევა სწორედ იწყება ბავშვობასა და მოზარდობაში. შესაბამისად, ეს ყოველივე ცხადყოფს და აჩვენებს თუ რატომ გახდა ამ დღის დაწესება მნიშვნელოვანი. მადლობას გიხდით თქვენ, რომ დრო დაუთმეთ ამ თემის გაშუქებას, ხოლო მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი გამა და საქართველოს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის ასოციაციაც ბათუმის სკოლებში მართავს საუბრებს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სწორედ ამავე მიზნით. საინტერესოა რა განსხვავებაა ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და მოზარდობის შემთხვევაში. ფსიქიკური ჯანმრთელობა ეს არის ბავშვის ჰარმონიული განვითარება და ასაკის შესაბამისი უნარი, რომ ბავშვმა შეძლოს მართოს საკუთარი ემოციები, დაისწავლოს ახალი სოციალური უნარჩვევები, დაამყუროს პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან, დაძლიოს სტრესი და ასევე გაუმკლავდეს პრობლემებს. ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ბავშვები და მოზარდები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან სტრესი, ოჯახური პრობლემები ეს მათ ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ფსიქიკური პრობლემების სიმპტომების დროული ამოცნობა და შესაბამისად დროული მართვა. კი ბატონო, საინტერესო არის, როგორი არის პირველადი გამოვლინება და რა სიმპტომები არის, რომ აი მაგალითად მშობელმა უკვე უნდა მიიტანოს ეჭვი, რომ მიშვილს ფსიქიკური დარღვევები აქვს. ძალიან კარგი კითხვა და მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციონ მშობლებმა და აღმზრდელებმა ემოციურ ცვლილებებს, ემოციური მდგომარეობის ცვლილებებს, ქცევის სირთულეებსა და ფიზიკურ გამოვლინებებსაც. აი მაგალითად, თუ ბავშვს მუდმივად აქვს დეპრესიული განწყობა, დაძაბულია და უარს ამბობს ჩვეული აქტივობებისადმი აქვს დაკარგული ინტერესი, მაგალითად აღარ სურს სპორტის აქტივობით დაკავება, აღარ სურს თამაში, ან მაგალითად ძალიან ნერვიულობს და შფოთავს, აი ყოველდღიური ის რაც მას ძალიან მოსწონდა, ან ყოველდღიურ აქტივობებში ეს ნერვიულობა და შფოთვა ხელს უქმნის და გადაჭარბებულად შფოთავს ამასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია ცვლილებები შეინიშნებოდეს თვითშეფასებასთან დაკავშირებით, ან მუდმივად ნეგატიურად აფასებდეს საკუთარ თავს, ან მუდმივად ნეგატიურად საუბრობდეს საკუთარ თავზე. ცვლილებები, ფიზიკური ცვლილებები შესაძლებელია სამედიცინო მიზეზების გარეშე, როდესაც ბავშვს ხშირად აქვს მუცლის ან თავის ტკივილი, სოციალური იზოლაცია გამოიხატება, მაგალითად, თუ ბავშვი მანამდე ძალიან აქტიური იყო და ეხლა თანატოლებთან და გარშემომყოფებთან კომუნიკაციაზე ამბობს უარს. საყურადღებოა ასევე ქცევის სირთულეები, მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს თვითდამაზიანებელი ქცევა ან სხვათა დამაზიანებელი ქცევა. და თუ შეიძლება აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებითაც იყოს სირთულეები, როდესაც ძალიან უარესდება აკადემიური მოსწრება, ხო? თუ ეს სიმპტომები არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს დროულად სპეციალისტის კონსულტაცია, შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგის ან ბავშვთა ფსიქიატრის კონსულტაცია და სპეციალისტის კონსულტაცია გადამწყვეტი როლის მატარებელია, რადგან ეს გვეხმარება არა მხოლოდ დიაგნოსტირებაში, არამედ შემდგომ სწორად მართვის პროცესში, ანუ პრობლემის დადასტურებაში. რა როლს ასრულებს ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ოჯახი და აი გარემო პირობები, მაგალითად სკოლა, თანატოლები, რა გავლენას ახდენენ ამ დროს?
ოჯახი ეს არის ის პირველი სოციალური სივრცე, რაც გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქოემოციურ განვითარებაზე. ოჯახი არის ის სივრცე, სადაც ბავშვი იღებს პირველ ემოციურ მხარდაჭერას, სწავლობს სიყვარულს, იძენს უსაფრთხოების განცდას. შესაბამისად, ის თუ როგორი კომუნიკაცია არსებობს ოჯახში, ანუ ღია კომუნიკაცია ეხმარება ბავშვს, რომ გამოხატოს საკუთარი ემოციები და ისაუბროს ამ ემოციების შესახებ და მან იცის, რომ მას მოусმენენ და ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხატოს ემოცია. ეს შესაბამისად დადებითად აისახება მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ზოგად განწყობაზე. ხოლო თუ ოჯახში არის კრიტიკა, დაძაბულობა, ბავშვის ემოციური უგულებელყოფა, ეს იწვევს სწორედ ფსიქიკურ პრობლემებს, შფოთვას, დეპრესიას და სოციალურ იზოლაციას. მშობლებს შორის არსებული კონფლიქტი თუ ახდენს გავლენას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ამას მოზარდი ესწრება. კი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და მატრაუმირებელად აისახება ეს ბავშვებზე. ამიტომ საჭირო ოჯახში არსებობდეს წესები, საზღვრები და ღია კომუნიკაცია, ანუ ბავშვის მხარდაჭერა, შექება, წახალისება, რაც რა თქმა უნდა, საწინდარია მომავალი წარმატებული ცხოვრებისა. რაც შეეხება თანატოლებს და სკოლას, სადაც საკმაოდ დაძაბული სიტუაცია, ურთიერთობები აქვს ხოლმე, განსაკუთრებით თავდაპირველად, რაღაც გარკვეულ ასაკამდე. დიახ, სკოლა არის ოჯახის შემდეგი სოციალური სივრცე, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ განვითარებაზე და მნიშვნელოვანია, რომ თანატოლებსა და მასწავლებლებთან ჰქონდეთ პოზიტიური ურთიერთობები და ჰქონდეთ დაამყარონ მათთან ღია კომუნიკაცია, რადგან მუდმივი მხარდაჭერა ეხმარება მათ, რომ სწორედ ამ სოციუმში დაიმკვიდრონ ბავშვებმა თავი, რაც გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, მათ ფსიქიკასა და მენტალურ კეთილდღეობაზე. განსაკუთრებით ბოლო წლებში მოიმატა მოზარდებში გაჯეტების გამოყენებამ და თითქმის ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ხოლმე, რომ აი 24 საათის განმავლობაში გვიწევს აუხსნათ ბავშვებს, რომ არ შეიძლება ამ დოზით იურთიერთონ მსგავს ტექნოლოგიებთან. ამ მიმართულებით თუ ახდენს რაიმე ისეთ უარყოფით გავლენას მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე და იწვევს თუ არა რაიმე დარღვევას. ეს ძალიან აქტუალური თემაა და რა თქმა უნდა ახდენს გავლენას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა ეს საკითხი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რამდენადაც გაჯეტების გამოყენება შეუძლია დადებითი გავლენა იქონიოს ფსიქიკურ განვითარებაზე, ხო, მაგალითად ხელმისაწვდომი რესურსები, ონლაინ სერვისები, ფსიქოგანათლების შესაძლებლობა, ამდენადვე შესაძლებელია იქონიოს ნეგატიური გავლენა, რადგან გამოიწვევს გაჯეტებზე დამოკიდებულება, არის სოციალური ბულინგი და ძალადობის მაგალითებია, შესაბამისად უამრავი გადაუმოწმებელი და ნეგატიური ინფორმაცია. ამიტომ გაჯეტების გამოყენების პროცესში მნიშვნელოვანია, რომ კონტროლდებოდეს ის თუ როგორ იყენებს ბავშვი და რას იყენებს, რათა მოხდეს მისი პოზიტიური. კი ბატონო, განსაკუთრებით ალბათ საყურადღებოა ის კომპიუტერული თამაშები, რომელშიც საკმაოდ დიდი დოზით არის აგრესია, ხო? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მშობლები იყვნენ ინფორმირებული, თუ ბავშვი რა ინფორმაციას ღებულობს გაჯეტებისგან, რა დოზით, რა დროს ატარებს ბავშვი გაჯეტებთან, რათა არ გამოვიწვიოს სწორედ ის ემოთ ჩამოთვლილი სირთულეები. კი ბატონო. ლანა, იცი რა მაინტერესებს, რამდენად ფიგურირებს გენეტიკური ფაქტორი ფსიქიკურ დარღვევაში? გენეტიკური ფაქტორებიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და უქმნის წინასწარი განწყობა, რომელიც აქვს ბავშვს, ეს ახდენს გავლენას მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, თუმცა გენეტიკური ფაქტორები და გარემო პირობები ერთად ახდენენ საბოლოო ჯამში გავლენას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ბავშვის ზოგად ფსიქიკურ ჯანმრთელობას და მანამ სანამ გვექნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, მანამ მოხდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. თუ ვიცით, რომ მაგალითად წინასწარი განწყობა გვაქვს ამ ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებით. პრევენციის მიზნით რა ღონისძიებები შეიძლება რომ გატარდეს? კარგი კითხვა, პრევენცია მას შესაძლებელია და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. პირველი რაც შესაძლებელია რომ გაკეთდეს, ეს არის მოხდეს მშობლებისა და მასწავლებლების ფსიქოგანათლება, რადგან მათ უნდა გქონდეთ მზაობა ამოიცნონ პირველად ნიშნები, მიმართონ შესაბამისად დახმარებისთვის და შეძლონ ამ მდგომარეობის მართვა, ანუ გაუმკლავდნენ ბავშვის ფსიქოემოციურ გამოწვევებს. მეორე ასევე შესაძლებელია მოხდეს თვითონ ბავშვებისა და მოზარდების ფსიქოგანათლება სკოლებსა და სასწავლო დაწესებულებებში ინფორმირებულობის გაზრდა ეხმარება სწორედ ცნობადობის ამაღლებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. და პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია, რომ ოჯახში იყოს ღია კომუნიკაცია, ანუ ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მისი ესმით, მის ემოციას ღებულობენ და მუდმივად მხარს დაუჭერენ, ანუ თუ ბავშვი საუბრობს საკუთარ ემოციებზე, შესაბამისად მას ენდობა და იცის,
რომ მას მოусმენენ და ნებისმიერ დროს შეუძლია ნებისმიერ თემაზე ისაუბროს ოჯახში. კი ბატონო. ლანა, როგორ ფიქრობთ, აი თქვენი დაკვირვებით დღევანდელი მონაცემები როგორი არის? პედაგოგები მზად არიან თუ არა გადამზადებულები, რომ მაგალითად მიხვდნენ და შენიშნონ მის მოსწავლეს ის პირველადი რაღაც გამომჟღავნება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეს ფსიქიკური დარღვევა აქვს. კი, ამას ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი დრო ენიჭება, ყურადღება ექცევა, კი ბატონო და რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ ფსიქოლოგები, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ პედაგოგებს და ისინი მზად იყვნენ იმისთვის, რომ ამოიცნონ ამ როგორც ფსიქოლოგებს და სპეციალისტებს აქვთ ამასთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა, ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლებს, რომ ღია კომუნიკაცია ქონდეთ მასწავლებლებთან და მათ შეძლონ, რომ გაუზიარონ და მუდმივად ბავშვის შესახებ გაუზიარონ ერთმანეთს ინფორმაცია, როგორც მულტიდისციპლინური გუნდი იმუშაონ ბავშვთან, რათა მათ შევუქმნათ ჩანსაღი გარემო მომავალი წარმატების. ლანა, თუ ბავშვს აღენიშნება ფსიქიკური დარღვევა, როგორ ხდება მკურნალობა, როგორი არის პროცესი? ეს ალბათ უფრო თერაპიული არის, ვიდრე მედიკამენტური, ხო? დიახ, თერაპიულიც არის, თუმცა არის მედიკამენტურიც, რა თქმა უნდა, კომორბიდულად ხდება მუშაობა. დიახ, ინდივიდუალურად არის, ინდივიდუალურად ხდება ბავშვის შეფასება და ინდივიდუალურად ხდება მასზე მკურნალობის მორგება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოხდეს ამოცნობა სიმპტომების, რათა ეფექტური იყოს მკურნალობა და დროულად შეუძლოს ბავშვისთვის დახმარება. აი, დროულ მომართვიანობაზე ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ ხოლმე და ხაზგასმით ვამბობთ, რომ რაც უფრო დროული იქნება სპეციალისტთან ვიზიტი, მით უფრო მარტივი იქნება მკურნალობაც და შედეგიც უფრო მალე დადგება და ეს შედეგი იქნება ძალიან კარგი. ანუ როგორც აღმოჩნდა თქვენ შემთხვევაშიც ეს უდაოდ ასე უნდა იყოს. ამ მიმართულებით თქვენთან რა სიტუაცია არის? არის თუ არა დროული მომართვიანობა და უფრო დაგვიანებულია ხოლმე? ამ ბოლო წლებში გაიზარდა მომართვიანობა, შესაბამისად დროული ეს ალბათ მომართვიანობა. ინფორმირებულობის ბრალია. ამას ხელი შეუწყო სწორედ ინფორმირებულობის გაზრდამ, ცნობადობის ამაღლებამ, რადგანაც მშობლებმა იციან, აქვთ ინფორმაცია, აქვთ მზაობა ბავშვის ფსიქოემოციურ გამოწვევებს რომ გაუმკლავდნენ, შესაბამისად ეს უკვე უფრო ეფექტურად მოქმედებს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ასე დროს უფრო ბავშვებთან ხართ ხოლმე ჩართულები თუ მშობლებთანაც ხდება რაიმე კომუნიკაცია? რა თქმა უნდა, ბავშვებთანაც და მშობლებთანაც. კომპლექსური არის ეს დიახ, კომპლექსურია, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფსიქოლოგებთან ღებულობდეს ბავშვის შესაბამის გარემოს და ჰარმონიულ გარემოს, ვიდრე მაგალითად მხოლოდ ფსიქოთერაპევტთან და არა სახლში, ხო? კი ბატონო, და ტრადიციულად რუბრიკის ბოლოს უნდა გითხოთ, რას ურჩევდით მშობლებს? ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ემოციური გარემო. ამ პროცესში კი მშობელს ენიჭება კრიტიკული როლი. შესაბამისად, მშობელს შეუძლია მნიშვნელოვნად ხელი შეუწყოს ბავშვის ჩანსახ შინაგან სამყაროს ჩამოყალიბებას. პირველიდან მნიშვნელოვანია, რომ დახმარება იწყება ყურადღებით და მოსმენით, ამიტომ ყურადღებით მოусმინეთ თქვენ შვილებს, არასოდეს შეეწყვეტინოთ მათ საუბარი, რადგან მათ სჭირდებათ რომ გამოხატონ როგორც ნეგატიური, ასევე პოზიტიური ემოციები და ეს მხარდამჭერი გარემო არის ხშირად სწორედ იმის წინაპირობა, რომ მარტივად გვარდება ყოველდღიური სირთულეები. ასევე მნიშვნელოვანია ემპათია, ანუ წარმოიდგინეთ, რას გრძნობს თქვენი შვილი და ემოციების გახმოვანება და დასახელება ეხმარება სწორედ რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რას გრძნობენ და ეს ყოველივე კი ეხმარება რომ ხარდამჭერი გარემო შევუქმნათ ბავშვს. შესაბამისად შეგიძლიათ გამოიყენოთ მსგავსი წინადადებები. ნუ ვხედავ რომ შენ ძალიან გაბრაზებული ხარ, ეს ნორმალურია, ჩვენ ერთად ვიპოვით გამოსავალს. ყოველდღიურ სირთულეებს სწორედ მსგავსი ხარდამჭერი გარემო ეხმარება რომ დავძლიოთ და გავუმკლავდეთ. ლანა, ახლა ის როგორი შთაბეჭდილება რჩება, როდესაც ჩვენ ხაზგასმით ვამბობთ, რომ აი ჩვენ უნდა მოусმინოთ ჩვენ შვილებს, უნდა ვიცოდეთ მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რას გრძნობს, უნდა მოусმინოთ, უნდა მათ კითხვებზე აბსოლუტურად ამომწურავი პასუხები უნდა გქონდეს. ანუ გამოდის, რომ თუ რადგან ამას ასე ძალიან ხშირად ხაზგასმით ვამბობთ, ესე იგი სწორედ ამ მნიშვნელოვან თვისებებს ვარღვევთ ხოლმე, ხო, ჩვენ მშობლები.
ეს ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, მშობლებისთვისაც, რომ ეს ყველაფერი შევასრულოთ ესე ზედმიწევნით განსაკუთრებით დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც რა ვიცი, ყველა მშობელი დაკავებულია, სამსახური აქვთ, 1000 პრობლემა არის, ხო და რთულია ესე თეორიულად ახლა რომ ვუთხრათ, რომ აი ასე უნდა მოვიქცეთ, ეს შეცდომა არ უნდა დაუშვათ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც იქამდე ხომ არ მივდივართ, რომ გარკვეულ ასაკამდე ჩვენ შვილებს არ აღვიქვათ სერიოზულ ადამიანებად და რაღაცნაირად ყოველთვის სერიოზულ ადამიანში რა ვგულო, ანუ ზოგადად ის ინდივიდია და მას თავისი მე აქვს და აი ეს რაღაცა ასაკი მანამ-სანამ ჩვენ ბავშვები გგონია, ნუ იმაზე არ მიმსჯელოთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანი გგონია ხოლმე ჩვენი შვილები ბავშვები, მაგრამ აი გარკვეულ ასაკამდე რაღაცნაირად ვერ აღვიქვავთ ხოლმე, რომ ის არის ადამიანი და მას აქვს თავისი ემოცია, თავისი გრძნობები. აი ამ მიმართულებით გარკვეული ალბათ შეცდომები გვაქვს, ხო, რის გამოც მე ვერ ვუსმენთ, არ ვიცნობთ, არ ვიცით რას გრძნობს, როდის რა აწუხებს, ხო? დიახ, მესმის, რასაც გულისხმობთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნახეთ, ღია კომუნიკაცია არის სწორედ ის, რაც გვეხმარება, რომ აღვიქვათ, რომ ბავშვებიც ისევე განიცდიან და გრძნობენ და ყოველდღიური სტრესი თუ გამოწვევები მათაც გავლენას ახდენს ისევე მნიშვნელოვნად, როგორც ზრდასრულებზე, ხო? შესაბამისად, ის, რომ ჩვენ ვახმოვანებთ ემოციებს, ვეხმარებით ბავშვებს, რომ სწორად ამოიცნონ თავიანთი ემოციები და შემდგომ შეძლონ ამ ემოციების მართვა, ძალიან კარგი იქნება თუ ვასწავლით ბავშვებს, რომ სტრესთან გამკლავების ტექნიკებს, ხო, როგორც არის ფიზიკური აქტივობები, სავარჯიშოები, მედიტაცია, თუნდაც რაც ეხმარება ემოციების გამოხატვაში და განმოხტვაში. შესაბამისად, ეს უნდა იყოს მუდმივი პროცესი, ანუ ბავშვთან ღია კომუნიკაცია არის სწორედ ის, რაც ეხმარება დადებითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას ბავშვებსა და მშობლებში, რაც წინაპირობა არის შემდგომში ბავშვის ჰარმონიული განვითარების. მაგრამ აი ყველაფერ ამას, რომ თავი წარმატებულად გავართვათ, ალბათ ჩვენ თვითონ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობაც ჯანსაღი უნდა იყოს და ჯანმრთელი უნდა იყოს და სულ არ ვფიქრობ, რომ მოდურია ის, რომ თითოეულ ადამიანს გვყავდეს ჩვენი პირადი ფსიქოლოგი იქნება, თუ უბრალოდ ადამიანი, რომელიც დაგვეხმარება და ყველა ამ პრობლემას გადაგვაჯრებინებს, ხო? მე მგონი საინტერესოა. ირადიან მეგობრის ფსიქოლოგი თხოვნა. არა, ხშირ შემთხვევაში კარგი მეგობარი, კარგი ფსიქოლოგიც. ანუ არაფერი ახალი არა ამაში, რომ ყოველი მომდევნო თაობის პრობლემები წინა თაობის გამოვა. შესაბამისად, თუ ზრდასრულები ერთი თაობა მაინც გამოვა, ნუ სტატისტიკურად ბევრი ისეთი რომ ასე თუ ისე დაბალანსებული იქნება გარემოსთან და საკუთარ თავთან, მისი შემდეგი თაობა შეიძლება უკვე გათავისუფლდეს ამ მარწუხებისგან. კი ბატონო. ასე რომ მე იმდენად ამომწურავად მოვისვენე რაღაცები, ისევში შეკითხები შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენ სტუმარს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მოხვედით. ჩვენი სტუმარი იყო კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი, მენტალური ჯანმრთელობის ცენტრ გამოსქცევითი თერაპიის სუპერვიზორი ლანა აბაშიძე და ჩვენ საუბრობდით მოზარდთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.